რუსეთი საქართველოს ხო არასოდეს არ იქნება ისეთი მდგომარეობა, ჯერჯერობით უახლოესი მდგომარეობა, ვიბრებ რომ მოსახლეობის რიგითი ადამიანი წელში გაიმართოს. მან სულ იქნება დაჩაგრული ადამიანები. საქართველოს ისტორიას ახასიათებს ეგ რომ ერთი ფენა მაინც ამოიჩემეს და დაჩაგრეს ეგრეთ წოდებული გლეხები. არც მიწა ქონდათ არაფერი. აი ფეოდალური საქართველოს იყო გლეხისთვის კატასტროფული ცხოვრება. მაგრამ იქ რელიგიით აბრუებდნენ, მართლმადიდებლობაც ატყუებდა ესეა საჭირო. ინტერპრეტაციას გააკეთებ, ისე დააჯერებ ბრეყ ადამიანს, რომ არა, ეს დედარის ჯოჯოხიჩი წავას, ეს 64-ში იქნება, აი ბიბლიაში წერი ეგრე, ხო ღმერთი გწამს და დაყრი ფარხმალს. და ასეთი ფეოდალური გაგება რო ქონათ ევროპას და კათოლიციზმი აქ დიდი როლი ითამაშა, სწორედ რეფორმაცია მე გააკეთა. რეფორმაცია რო არ მომხდარიყო მთავარ საკითხში, რომელიც არის ტრანსცენდენტალთა კავშირი, ესე იგი ღმერთის წმენა, ეკონომიკა არ განვითარდებოდა. ხელი შეუწყოთ, შეიძლება გაგვიკვირდეთ თქვენ მეცნიერულმა აღმოჩენებს ხელი შეუწყო ქრისტიანულმა რეფორმაციამ. თორე ღმერთი აკეთებს ყველაფერს და მიგაგნებინებს სად არა არის. თორე რამდენი ხანი აგერ რუსეთის ისტორია არის, ამის მიაგნეს. ტოლუ იყო ის ტოლუ დარჩა ეგა, ხო? ამ დროს რამხელა ტერიტორიას ფლობენ ყველანაირი ელემენტების მენდელეევის ყველა ელემენტი მაგათ აქვს. მაგრამ რა გინდა რომ? ტვინი არა აქვს და ტვინი რატო არა აქვს? იმიტომ რომ ესენი ღმერთი გაწეული ყავ. ღმერთი რომ რელიგიურ ფორმას მიანიჭებდა არასუბიექტურს და ამ რელიგიურ ფორმაში კიდე შენ წარმოადგენს ჩასვამ და სტატუსს მიანიჭებ, როგორც არის ალექსი და ასევე არის ეს შიოლაშვილი. იმ ქვეყანას კიდე რო არ ინგრევა, მე გაგვირებული ვარ. ადრე ძველაღთქმის პერიოდში ინგრეოდა ესეთ ქვეყნები. ეხლა ღმერთმა შეაჩერა ეგა, ბოლო პერიოდში ელოდება. რატო უნდა დაანგრიოს ახლა? რამდენი ცოდვას ჩაიდას, ყვდება ვინმე, მაგრამ ატარა ტყუილი თქვა ანანიამ და საპირამ და გაასვენეს ეგრევე. ეგ მაშინ ესეთი ეპოქა იყო, ესეთი დისპენსაციის ეს დრო იყო და ღმერთი ესე მართავდა. ის არის სახმართველი და ესეთი მართვი დაუშვა მან, ვერ შევეკამათებით. დღეს ტყუილს იძახის სახელმწიფო დონეზე ტიპი და გრიალებს კიდევაც. არაფერს ახალსაც აწუხებენ, ტანჯავენ, მაგრამ არავინ არ კვდება. ხო, არაფერი ის არ აქვს სიტყვას ფასი, თუნდაც წყევლა დაიწყოს რომელიმე მღვდელმა. იმას არაფერი არ მოუვა. თორე ეგ რო შეეძლოს მაგას, დაწყევli და მის მტერს ხომ რუსი იქნება ეს თუ სააკაშვილი და ტყავი გაძვრებოდა. არაფერი ფასი არ აქვს არც წყევლას და არც დალოცვას უკვე რა მარტივი მიზეზით. ხო, მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ სივრცეში არის ისეთი მდგომარეობა, რომ პიროვნულ ღმერთს არ იცნობენ. პიროვნულ ღმერთს თუ არ იცნობ, რა ფასი აქვს შეიძლება თქვა პუტ-პუტს თუნდა ღმერთზე ილაპარაკა, ან რა ფასი აქვს ლოცვას. თუ არ გისმენს კაცი ილოცე რამდენიც კი და ლოცვა ხო საუბარს ნიშნავს და მიმართვას. თუ არ აქვს მისასვლელი პრეზიდენტთან, რამდენიც გინდა მიწერე წერილები. ის წერილი არ მიდის. აი დაწერე, მიწერე. არ გეკარება ის შენ. შენი ხვეწნა მუდარა არ არის შესმენილი, ხო? რომელიმე მთავრობის მიერ. ღმერთზე გადავიტანოთ ეს. ასეთივე მდგომარეობა არის ცოდვადაცემულ ადამიანსა და წმინდა ღმერთს შორის. თუ შენ თვლი თავს მორწმუნეთ და აპარაკობ და ხარ ერთ ამბავში და მით უმეტეს მორწმუნის იერარქიაზე მაღალი იერარქიის წარმომადგენელი ხარ, მაშინ შენ სიტყვას ფასი უნდა ქონდეს ისევე როგორც ქონდა ისუნავინის სიტყვას ფასი. ის ასევე ქონდა მოსეს, აბრაამს და იაკობს. თუ ეს შენ არ შეგიძლია, შენ უკან ღმერთი არ დგას. და ხარ ჩვეულებრივი რიგითი ჰუმანისტი ადამიანი, რომელიც სარგებლობს ამ რელიგიური ერთობლიობით და ატყუებს ხალხს. ეს საუკუნეების სავსეა ასეთი შარლატანებით რო იცოდეთ. 2000 ესე იგი წლის უკან რო შეწყდა ეს მუშაობა ღმერთის და განსაკუთრებით ღვთისკაცების სახით. ხო, ღვთისკაცი იყო პავლე და დემონსტრირებდა აი სასწაულებს და ამით იყო რომ ცოტა ფრთხილობდა ყველა რა მასთან ურთიერთობაში. კუნძულზე რო დაინგრა საქმე მოციქულთა მოგვითხრობს ამ ამბავს, როდესაც გემი იღუპება, პავლე ღვთისკაცი რო არ ყოფილიყო, სულ ყველა დააშოშბინა, თვითონაც წყნარად იყო ილოცა, იმიტომ რომ მასთან ღმერთია და ეს ზღაპარი კი არ არის. მართლაც გადარჩა და პავლემ თქვა, აქ არავინ არ დაიხშობა, არავინ არ მოკვდება, სულ ყველა გადავრჩებით, გემი კი დაიმსხვრება. და მართლაც ესე მოხდა, გავიდნენ კუნძულზე. აიქაც იყო ისეთი სასწაული, რომ აი გადარჩენილი ხალხიო, გველი რო ხელზე რო აგროვებდნენ ფუჭს, გველი გამოვიდეს ძალიან მშხამიანი გველი და ხელზე შემოიხვია და იქვე თქვეს ადგილობრივებმა, რომ აი ეს რომ ესე ცოდვილი კაცი არ იყოსო ხლაო. აბა ნახე, სად რას გადაურჩა და შეიძლება აი ცოდვის გამო უნდა მოკვდესო. მაგრამ პავლემ დაიქნია ხელი და გველი იმავე წუთში ღვთისკაცად სცნეს. და იქვე მან ქადაგება დაიწყო და აი პოპულიუსი ის რო იყო კუნძულის მფლობელი, აი მან პირველმა მიიღო იესო ქრისტე. ასე რომ ეს ამ პავლეს უკან, ღვთისკაცის უკან, პეტრეს უკან მართლა აქტიურობდა ღმერთი, იმიტომ რომ ხალხს ეწამათ. როგორც კი ეს
უკვე დაამთავრდა ამ საღვთო წერის პროცესი იყო ეს და ჩვენამდე მოაღწია, ესენი შეჩერდა. ეხლა უკვე როგორ მუშაობს ინდივიდუალურად ღმერთი, ამას ვერამ ვერ გაიგებს. შეიძლება ეს ინსტიტუტში იყოს სადღაც, შეიძლება ვიღაცა ადამიანისგან, შეიძლება ურწმუნოსაგან დაგელაპარაკოს და გაგებაში არ იყო. ასე რომ ყველაზე საფრთხილო პერიოდში ვართ ჩვენ. იმიტომ რომ აქ აშკარად ღმერთი აღარ მუშაობს და ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა განჭვრიტო ვინ არის ღვთისკაცი და ვინ არა. ღვთისკაცი ის კი არ არის მაგალითად, რომ ციტატებით ლაპარაკობს. უნდა აკვირდებოდე იმას თელი რიგ რაღაცების და მუშაობს თუ არა ღმერთი მის უკან. და ეხლა არავინ ვერავინ ვერ დაიტრაბახებს იმას, რომ ღმერთს დაჭირდეს რომელიმე თავის კაცი, ან თავის მოწაფე, აი ვთქვათ ჩვენ თვლით ჩვენ თავს და მე აღმჭურვოს იმ საშუალებებით, რომელთაც აღჭურვა პავლე. მაგალითად სასწაულ ქმედებებით, პუტრის გაცოცხლება, თელი რიგი რაღაცები ხელს დაადებ ვიღაც. არა, ასეთი აშკარა სასწაულები შეაჩერა, რათა არ იტრაბახოს ადამიანმა. ჯერ იქ ტრაბახობდა და რა ამბავი იყო და მით უმეტეს ეხლა. და ჯერ არაფერს არ წარმოადგენს კაცი და როგორ არის გაღმერთებული არაფლის მაქნისი ნებისმიერი მღვდელი და შიოლაშვილი. და ამას ხელს უწყობს ბოგანოც რაღაც გარკვეული ადგილებიდან, რომ ცირა მოძღვარზე კრიტიკა არ შეიძლება და აი ეს შეიტანეს ჯოგში და რომ ჯერ ხარ მოძღვარი რომ. რა კრიტიკა არ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჯერ ერთი თუ არ აკეთებ იმ საქმეს, რომელ საქმესაც შენ ვითომ ქადაგებ რომ აკეთებ. არ აკეთებ იმ საქმეს, ხო? და აი ამ მარტივი საშუალებით ხალხი გაჩერებული ყავთ, იციან ჯოგმა რომ ბევრი მღვდელი იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ შიშით არ აკრიტიკებენ. რომ აი ბიბლიის იმ იმაში მოძღვარი არ გააკრიტიკო. პავლე ახლა პავლეს წერილებს რო გადმოიტან, აი აქ ამ იმაზე და შენ რომ მოირგებ შენ იმაზე, ეგ სწორი იქნება და შენ ითვლები იმ მოძღვრად. ჯერ კითხვა დავსვათ. მოძღვრის ეპოქა არის ახლა. რა მოძღვარი, რის მოძღვარი? რითი მოძღვრავ? აი მოძღვარი ნიშნავს დამოძღვრო კაცი. რითი მოძღვრავს შენ? რაღაცა მარქსისტული ეთიკით? რელიგიური შეფერილობით? ეს არაფერი მოძღვარი შენ არა ხარ, გაუნათლებელი ხარ, ბნელი ხარ, ტლუ ხარ და სასწაულს ვერ ახდენ. კარგათაც არის ღვთის სიტყვა. თუ ღვთის სიტყვით დამოძღვრავ, ესე იგი შენ მოძღვარი კი არა ხარ, შენ ახარ გადამცემი ღვთის სიტყვისა, ესე იგი მასწავლებელი. ღვთის სიტყვის მასწავლი მე შენ და ესეც რომ გავყვები ამას, მივალ იმ ბიბლიასთან, უკვე ხვდები რომ შენ არაფერი არ დაგირღვევია ამ ბიბლიიდან. და სახელმწიფოს მოწყობა ეყრდნობა იდეას. იდეა კიდე მოდის ღმერთიდან და სატანიდან. არის იდეების თელი ჯგორო, რომელიც სატანიდან იღებს ძალას და არის ერთადერთი იდეა ცოცხალი, რომელიც ცოცხალი ღმერთიდან მოდის. ვინც ამაზე დააფუძნებს ინტელექტს, განათლებას, წყობილებას, მეტნაკლებად ამ ცოდვადაცემულ სამყაროში პლანეტა რო ქვია, შეუჭირებლად შეიძლება იცხოვროს. ღმერთის გარეშე ისე ჭირს ცხოვრება და სატანამ იცოდა დაიხურეს ყველაფერი ეს სასწაულები გაჩერდა, შეწყდა სასწაულები. ვერც ერთი კაცი ვერ დაიტრაბახებს, რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია. გარდა ფოკუზნიკებისა. ფოკუზნიკობა და აი ესეთი იცოდეთ ეს ჯადოსნობა არის, ეს სულიერთა სამყარო უზარმაზარი არის და იქ არის ბოროტისულებიც, დემონებიც და ეს სახიფათო ამასთან თამაში. ასე რომ დღეს უფრო გააქტიურებულია თუ დამიჯერებთ, უფრო ბოროტი ძალები და ტრანსცენდენტიდან მოყოლილი, ესე იგი ოკულტისტური ძალები და დააკვირდეთ სულ ყველა მიელტვის მაგას, სადაც სასწაულებია, სადაც ის არის, იქით გადაბარგდა ხალხი და მიატოვეს და თანდათან ახალი აღთქმა, ძველი აღთქმაც, ბიბლიური გაგებები, იმიტომ რომ მან თუ არაფერი არ ხდება სასწაული. ამის დაზეპირება კიდე რა თმინდა და მოჩვენებითი სასწაულები მართლაც ხდება იქით. და თელ საქართველოს ეჩვენებოდა რომ ქვები ცვიოდა, იქით ამიდან პლანეტიდან ხალხი მოდიოდა, თეფშები. ეს ხო შიზოფრენია მოიცვა საქართველოს და იქ ძალიან ცოტა იყო კაცი, ვინც ამას არ იზიარებდა. თითქმის ყველა მოყვა მაგ იმაში, ხო? მე იქ უფოლოგები ჩაერთვნენ, ვითომ საგნები დადიო, გაივსვა ტელევიზიაში, ეგეთი ხალხის მოყვანა რომ აკრატლები დადის, ნივთები დადიან, ქვაბები დადიან. ეს ახლა ბოროტი ძალების არსებობა მე ვიცი ბიბლიიდან და სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ეს არ მაძლევს იმას, რომ არიქა ბიჭო ეს სწორია. კი, არის ბოროტი ძალები და ბოროტი ძალიდან შეიძლება გაკეთდეს რაღაც ისეთი ნივთებმაც დაიწყოს სიარული და სპირიტიზმი და არის გამოიძახო, მაგრამ ეს ქრისტიანული არის. და ხალხი კი მაგაში გადაცვიდა და აი სწორედ მანდ მოხდა ეს გაუგებრობა და მთლიანად სატანურ ძალებს დაემონა საქართველო. და არა მარტო საქართველო, და დასავლეთი დღეს მთლიანად ჯადოსნურ ოკულტისტურ იმაში გაეხვია საბურველში და ცოცხალ ღმერთს ვარი უთხრეს. და ამას ქვია სწორედ უკან დახევა.
ესე იგი შემოbrუნება. ხო, რაღაცა გაბატონებული იყო გარკვეულ პერიოდში ნებისმიერ ქვეყნებში ქრისტიანული რწმენა და აღიარებდნენ რა ღმერთს, შემდგომ პერიოდში რაღაც გარკვეულ პერიოდში მე დაიწყეს უკან დახევა, დაშორება, სხვა სიტყვებით. მოშორდები რა ღმერთს, უკვე იმავე წუთში აქტიურობს ბოროტი ძალები, იმიტომ რომ ღმერთს მოშორებული კაცი არ ნიშნავს იმას, რომ რელიგიური არ არის. ის რელიგიური რჩება მაინც. და რა ყიყა რელიგიური რჩები შენ, ესე იგი სატანა აქტიურობს. ცოცხალ ღმერთს რო ვარ შეუბნები და რჩები რელიგიური, აქტიურობს სატანა და არა ცოცხალი ღმერთი. ცოცხალი ღმერთი მხოლოდ თავისი სიტყვის შესაბამისად აქტიურობს. რასაც გვეუბნება, ის უნდა კარგად შევიმეცნოთ და შევისწავლოთ. და დღეს ხალხს მოწყურებული აქვს სასწაულები და ერთ-ერთი ამით ისარგებლა აი ბოროტმა მატყუარამ სატანამ და წელიწადში ორჯერ ჩაავლენი ხეპრე ხალხი და ცეცხლი ვითომ ჩამოაქვთ აქ. არ არის უცნაური? ასე რომ ეს ახლა ბიბლია ამას არ ადასტურებს და რაც შეეხება იმ სახელმწიფოც როცა აშენებ, უნდა იყოს ისე გამართული, რომ რაღაც გაითვალისწინო მთელი რიგი რაღაცები და საიდანღაც უნდა იღებდე ამ იმეებს, რა წყაროებს, ძირითადს, რაზეა აშენებული. და ის კონსტიტუციაც ხო საიდან არის ამოღებული. კონსტიტუცია არ არის უცებ ერთი კაცის მიერ მოფიქრებული. ეს არის მანამდე მთელი საზოგადოება მუშაობდა ამას და ამას წინ უძღვის სოციოლოგ თეორეტიკოსები, ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები. ერთიანობა არის ეს და ყველაფერი ეს მე რელიგიასთან არის წინაყარი. არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური კონსტიტუცია, რომ რელიგია არ მოიაზრებდეს მის საფუძველში. ღრმად ათეისტური არაფერი არ არსებობს. იმიტომ რომ ათეიზმის სიტყვა არის ცარიელი სიტყვა. ცოცხალი ღმერთის უარყოფა ათეიზმი და გადაბარგება არის ბნელძალებთან. ასე რომ კონსტიტუციას აწყობენ ან ცოცხალ ღმერთის გათვალისწინებით, ან მკვდარი ღმერთის, რომელსაც ქვია ათეიზმი და შენი ძალებით და ბოროტი ძალებით სატანა რო ფიგურირებს არც კი იცი. და კანადაში შერწყმული არის, აი ამერიკა კანადაში ძირითადად მოტივები ქრისტიანული. მაგრამ დაშენებული არის იქ ფრანგული სოციალიზმიც, ფრანგული კომუნისტური ტვინიც არის, ევოლუციის თეორიაც მოიაზრება აქ. სკოლებში ისწავლება ევოლუციის თეორია. ბავშვი ამთავრებს 100 წლიან სკოლას, თითქმის ყველა სკოლა. და მან იცის, რომ ეს მილიარდი წლებია დედამიწა 4 მილიარდი წლები და ამ დროს იქ კვირაში ერთხელ პასტორს უსმენს ამ ბიბლიაზე წარმოშობა. ბავშვის ცნობიერებაში არის დაპირისპირება ორი სრულიად განსხვავებული თეორიისა, კრეაციონიზმის და ევოლუციონიზმის. 10 წელი ევოლუციონიზმს ასწავლიან და კვირაში ერთხელ 1 საათით უსმენს საკვირაო სკოლაში ბიბლიას და ამთქნარებს. იმიტომ იქიდან ატესტატი არ აქვს და სკოლიდან ატესტატი აქვს. ამიტომ ბავშვი არაცნობიერად უფრო ეწაფება სახალხო სკოლებში სწავლას, იქ ატესტატია, იქ კარიერა და ეს ზღაპარია. ამიტომ დღევანდელი პირობები ასეთი არის. გასართობად ეკლესიაში სიარული, ისე მოდაში მორწმუნეობა, მაგრამ სიღრმეში არავის არ ჯერეს და ამის ნათელი დადასტურება იყო 2 დღის უკან განცხადება პაპის, რომ აიცი ევოლუციის თეორია ეს ერთი სწორი ჭეშმარიტი ის არის და არავითარი ღმერთის შექმნილი სამყარო არ არის. აი პაპმა განაცხადა მთელი პლანეტის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულში ნადები აზრი. ამიტომ არც არავინ არ აჯანყებულა. გახარებულები არიან და ერთეულები და ადამიანები არიან მიმოფანტული დედამიწაზე, მაგრამ იმებმა იციან ეს უნდა მომხდარიყო. და ისინი არც აჯანყდებიან. ეს ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ქრისტიანმა კაცმა, რომელიც მისდევს ღმერთის სიტყვას, იცის რა პერიოდში უწევს მას ცხოვრება, როდის ამოიღოს ხმა, როდის ხმალი და როდის დაიწყოს, თქვათ, ომი. ამიტომ ეხლა ასპარეზი ქრისტიანებმა დაუთმეს ჭეშმარიტ და ქრისტიანებმა და უმცირესობაში არიან იმას, რომ იციან ემზადებიან ესენი, რომ სცენაზე უნდა შემოვიდეს ანტიქრისტე და თავისი სასწაულებით უნდა მოხიბლოს მოსახლეობის, პლანეტის მოსახლეობის 99%-ზე მეტი. და ეს მოხდება ასე. ამიტომ დღეს სატრაბახოთ აღარ არის ქრისტიანობა, ეს უფრო იმათ აიქმება, აი დასავლეთი იგულისხმება, მე რო ვლაპარაკობ, ცოტა ჩამორჩენილობად. მე ამას გრძნობ და უყურებ, აი როგორია სეკულარული დასავლეთის ცხოვრება. აქ-აიქ მიმოფანტულ ქრისტიანებს არ ვეხები მე. მე ვლაპარაკობ სახელმწიფო დონეზე დღეს რა არის ღირებული. სახელმწიფო დონეზე ღირებული არ არის ქრისტიანული სოფხელობა, ეს კრეაციონიზმი. და სკოლებშიც ეს ტოტალურად არ ისწავლებოდა. ტოტალურად ყველა დასავლურ სკოლაში არის ფუნდამენტულად ისწავლება ევოლუციის თეორია. ასევე თქვენთან საქართველოში. და მაგ მღვდლების ფუნქცია მათ რა ყველა მღვდელს ეგ აქვს თავში, რომ მიაწვედა ისე დონეზე შეიტანოს საზოგადოების ყველა სფეროში კრეაციონიზმი, აუჯანყდებიან მღვდელსაც. ეს იცის მან და ჩუმად არის, თუმცა თვითონაც არ აწამს ეს. არ შეიძლება წამდეს და ჩუმად იყო. სადაც ხარ? და ამ შემთხვევაში ხარ ეკლესია გაბარია. და მე უკვე წინააღმდეგობა ბავშვი მოდის შენთან ახალგაზრდა ასწავლი ამას
და იმას უწევს 8 საათი ევოლუციის თეორიის მოცემენა თავში. იმ მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ყველა საგნების სწავლა. როცა ფუნდამენტალური მსოფლმხედველობა დააღიარებ რომელიმე თეორიას და ამ შემთხვევაში ევოლუციის თეორიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სფეროს უნდა მოარკვეს მეთოდი ამას სწავლოს. მეთოდი ბერძნული სიტყვაა, გზა არის. ამ მეთოდით მსოფლმხედველობას უკვე ყველა სფეროში შეიტან და მოიცავს ყველა სფეროს ესთეტიკის ჩათვლითაც კი, ხელოვნებას და ლიტერატურას. რაც იყო საბჭოთა კავშირში. ის არის ახლა საქართველოში. და აი ახლა ეს ფოკუზნიკობა როა, რელიგიური ფოკუზნიკობა, თეატრალობა, ეს ღიმილის მომგვრევლია. არავის არ ჯერა და არ წამს, სადაც მიბოდიალდება, რომ ღმერთი არის. იმიტომ რომ თუ ღმერთი ის რწმენა გაქვს, მაშინ ასე გამალებული ამ სულელურ ევოლუციის თეორიასთან წილნაყარ პოლიტიკას რატო აწარმოებ? და მასეთ ეკონომიკურ ცხოვრებას, რომელიც წილნაყარი ევოლუციის თეორიასთან, რატო ცხოვრობ ამ ცხოვრებით? და გადახედეთ ახლა, სად მოსახლეობა რა კრეაციონიზმის თეორიის თვალსაზრისით ცხოვრობს? არავის არ ეტყობა ეგა. აი გამუდმებული ის არის, აბა ვის წავართვათ, რა წავართვათ, როგორ წავართვათ, მე უნდა მქონდეს, შენ არ უნდა მქონდეს, მე უნდა ვისწავლო, შენ არ უნდა ისწავლო. ამ დროს სწავლა რა სწავლობს ხალხი? ინგლისში მიიღებ ევოლუციის თეორიას თუ საქართველოში ერთ და იგივე არ არის. რა, ინგლისში რო უშვებენ ბავშვებს, თქვენიათ იმ კრეაციონიზმს ასწავლიან? ნებისმიერი ოფიციალური დასავლეთის უნივერსიტეტში ისწავლება ევოლუციის თეორია, დაიმახსოვრეთ, რასაც გეუბნები. შეამოწმეთ თუ გინდა. თუ რომელიმე სკოლას იპოვით ისეც ან უნივერსიტეტს რომ კრეაციონიზმის იმის ისწავლება, მაშინ მე ბოდის მოვიხდი. არა, ეგ არის გაბატონებული. და მიუხედავად ამისა, აკადემიურმა წრეებმა, ვიწრო წრეებმა იციან რომ ეს ყალბია და ჩუმად არიან, ხმას არ იღებენ. ეს სატანა აკეთებს ამას. კრეაციონიზმის თეორიით სწავლა ისტორიაში მასიურად არც არასოდეს არ ყოფილა. აი რამ ძლავრი არის სატანის მუშაობა, მოყოლებული მე-19 საუკუნიდან. მან მოვიდა სისტემაში ის, რაც ბიბლიაში ფრაგმენტულად იყო აქ-აი გაბნეული. ხო, სატანაზეა ლაპარაკი, ხო, მან უკვე სისტემატიზაციური ხასიათი მიიღო ამ სატანურმა თეორიამ, რომ ღმერთი არ არის, ღმერთს არ შეუქმნია სამყარო, ეს რაღაცა გარეგანმა შინაგანმა ძალებმა, აფეთქებებმა, იარა, მატერია მარადიულია, კოსმოსი მარადიულია და ეს მუდამ იქნება. ადამიანიც კიდე განიცდის ევოლუციას, მარტივიდან რთულისკენ, ვიარეთ მილიარდი წლები და აი ესე სასიცოცხლო ფორმების რაღაც ერთი გვარიდან მეორე გვარზე გადავედით, ისე რომ ბევრმა არც იცის როგორ მოხდა, რომ მცენარეთა გვარიდან აღმოჩნდა ცხოველთა გვარში გადავედით. ცხოველთა გვარიდან მე გავიარეთ უამრავი რაღაცები და მაიმუნი ყველაზე ახლო წინაპრად გვესახება, იმიტომ რომ უფრო ახლოს მოვიდა ადამიანთან და გონია რომ მაიმუნი იყო ჩვენი წინაპარი. გადაშლით სახელმძღვანელოს და ესე წერია. მილიარდი წლები. არავინ არ იძახის რომ მილიარდი წლის არ არის დედამიწა. დედამიწა სულ მაქსიმუმი იყოს შეიძლება 20,000 წელი, მაქსიმუმი. იმიტომ რომ ეს ახლა ყველაზე ძლიერმა ფიზიკოსებმაც იციან, მაგრამ არა აქვთ უფლება რომ სკოლებში მოხდეს მთლიანად ამის აი დაინგრევა ყველაფერი. ყველაფერი მოხდება კოლაფს განიცდის მთელი ეს სისტემა და ამას მიყვება ის აი ამ თეორიით გამდიდრებული მილიარდელები, დღეს დედამიწაზე მილიარდელები რო არის, იქიდან 98%-ზე მეტი და თითქმის 100% გამდიდრებული არის ამ თეორიის წყალობით. და ეხლა ის თავის თავს მოიჭრის, არა? ასე რომ ეს მიდის ეს პროცესი, ეს შეუჩერებელი პროცესია, ინტეგრაცია მოხდება, გაერთიანდება ყველა და ყველაფერი, ერთიანად იქნება სალაპარაკო, ეს აუცილებელი, საზღვრები მოიხსნება, რაც არ უნდა რუსმა ახუროს და ქართველმა რომ არ მინდა ამერიკა და მინდა რუსეთი, რუსეთიდან შეხვალ ევროპა, ამერიკა დასავლეთში და გაერთიანდება. მოკლედ გაერთიანება ეს გარდაუვალი პროცესია და ერთი მმართველის მოსვლა არის გარდაუვალი პროცესი. მთელი ბიბლიის ისტორია ეს არის მცდელობა ერთი მმართველის მოსვლის. და ეს იყო იმპერიები, თქვა ეგვიპტიდან, ბაბილონი, ასურეთი, სპარსეთი, საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ოსმალეთის იმპერია, ბოლოს ბრიტანეთი, გერმანია და სტალინი. ეს რა იყო? მცდელობა ჰეგემონია მსოფლიოზე, მაგრამ კრახით დამთავრდა. ესენი ყველა წინა სახეები არიან ანტიქრისტეს რომობა და გაბატონდება აქ. ერთი პოლიტიკური ლიდერი და ერთი რელიგიური ლიდერი. მზადდება ყველაფერი მაგითკენ. ამას ადასტურებს განაჩვენი ფანტაზიები. ეს არის ბიბლიაში ჩაწერილი. და ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ დავხვდეთ ამას. თუ ვერ მოემზადები, როგორც იესომ გითხრა იმ პროცესებს, შენ ტყავი გაგძვრება. თუ მომზადების პერიოდში, როგორც მეორეთ მოსვლის, ისე იმაში ჩვენ აღმოჩნდებით ამ კატაკლიზმების დროს მინდორზე, ერთი ატაცებული იქნება, მეორე დარჩებაო. ნახეთ რა წერია, ვაი მეძუძურეებს, ვაი ორსულებს. ვაი თუ იუდაველი ხარ და შაბათს იცავ, შაბათის დამცველს, იმიტომ რომ ვერ გახვალ ვერსად სახში ტყავი გაგძვრება.
ეს ახლა აღწერილი არის სახარებაში და გონიათ ეს რა ლიტერატურით დადიოდა და ლაპარაკობდა. ეს რწმენა რა არის? რწმენა ქრისტიანული რწმენა არის. არა, ნახტომი რაღაცა იმაში უფსკროლში. ეს არის რაციონალური რწმენა, ფაქტებზე დაყრდნობილი რწმენა ქრისტიანებს. ქრისტიანის რწმენა არის ფაქტზე აშენებული რწმენა. ფაქტი კი არის რეალობიდან ნაღებული. განსაუცარია პირდაპირ რომ წამთ ყველას და ყველაფრის. ხო, სადღაც ჰომეროსის, უპანიშადების, რომელიღაცა ლეგენდარული გმირებისა და პოეტების ეჭვი არავის არ შეაქვს. და როცა ბიბლიაზე მოვალაპარაკე, აქ იცი რა ეს გადაწერეს, გადმოწერეს, ესე არ არის, ეს მე მგონი ტყუილია, არა ეს მგონი ღმერთი არ იყო, ეს ადამიანი იყო, ხო, ეს მოძღვარი იყო. არ არის ეგ სატანა აკეთებს ამას. ყველაფერი სახეზე არის და ვინც ამას წაახალისებს და ვინც შეაცდენს ერთ მცირეს ამ ძმათაგან სოქრისტე ეძახის, ვაი იმას ჯობდა არ გაჩენილიყო. ასე რომ ვინც ამ ასპარეზზე გამოდის და აცდუნებს მორწმუნეებს, ეს იქნება რელიგიური ლიდერები თუ კიდე სხვავინე, ვაი იმას. ხო, ვაი ფარისევლებს და ფარისეველი არის ყველა ის ადამიანი, ვინც ყალბ რელიგიურ მსოფლმხედველობას ავრცელებს. ამას დატვირთვა ამ ფარისეველს თავის დროზე ძალიან კარგი ის ქონდა, სწავლულები იყვნენ, სიტყვით მასწავლებელს ინა სწავლულს. და ისინი ასწავლებდნენ მოძღვრებას ადამიანური წესებით დაწერილს და არა ღმერთის მიერ დაწერილს. ამიტომ ამან იცვალა მე ამ ტერმინმა ისა და ჩვენთან მოვიდა უკვე ფარისეველი ეწოდება, რო იტყუება ადამიანი, აი მლიქვნელი, რაღაცა გატყუებს, რასაც იძახის იმის შემოგაპარებს თავს. ფარისევლობა არის ყველა ოფიციალური რელიგია დღეს, როცა იესო ქრისტეს სწორად არ წარმოადგენს. ასეთი ფარისევლობა არის მთელი მართლმადიდებლური ორგანიზაცია თავის ყველანაირი მღვდელით. ეს იქნება კაი ბიჭი თუ ცუდი ბიჭი. ახლა მღვდელი ხარ, მე შენი კაი ბიჭობისა გამოდი, თუ კაი ბიჭი ხარ და ისე გაიხადე, კაი ბიჭი რა უნდა მანდ. კაი იმიტომ ხარ რომ არ უნდა იყო სადაც გამოდი და ისე იყავე, არ გეუნები აიღო და დახოცო ყველა. რატო აგრძელებ მუშაობას იქ? კაი თუ ხარ იმ ვიგინდა რა ხალხში, სადაც არც წმენა არის ღმერთის და ამათაც არ წამთ ღმერთის. ამ ჩვენ კაი ბიჭსაც არ უნდა წამდეს ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთის წმენა ერთი იმით შემოდის. ეს არის 66 წიგნი, რომელიც კანონიერი ფორმა მიიღო და დაკანონებული არის. აი იქიდან არის მოწოდებული. რაც დრო გავა, ეს კლებულობს. იყო ბევრი, ეხლა უმცირესობაში არის. მთელი რიგ ქვეყნებში ამან მიიღო მახინჯი ფორმები და აგერ ნახეთ რა თავხედური განცხადება გააკეთა პაპმა. პირდაპირ გაუცებული ვარ, მაშინ რაღა ფუნქცია აქვს, მე ვერ გავიგე. ახლა თუ ღმერთი არ არის, თუ ღმერთის შექმნილი არ არის სამყარო. კი, მაგრამ ბიბლიაზე არის აშენებული ეკლესიები. უდევს საფუძვლად ბიბლია აი ამ ორგანიზაციებს კათოლიკიზმი და მართლმადიდებლობა პროტესტანტიზმი რო ქვია. მაშინ მე ვეღარ გავიგე, რისი მოძღვარი ხარ და რა პაპი ხარ. არავის თავში ეს არ მოსვლია. გაიხადე მაშინ და გამოდი და დავამთავრე. რას ემსახურება ეს ორგანიზაცია? პოეტური ის არის, რაღაც ეს არის, ლეგენდა არის და მითები? ესე იგი ეს მითოლოგიის ის ყოფილა, როგორც ძველ საბერძნეთში ღმერთები მითოლოგიას და ეს არ ახალია ძველი, ესე იგი საბერძნეთშიც ეს რწმენა ქონდა ადამიანს. უამრავი ღმერთები იყო და არხანსი არა მსოფლმხედველობა. ეგვიპტეშიც იგივე იყო, მაგრამ მათ არ ქონდათ ბიბლია. მაგრამ ამას აღარ ეპატეება პაპს, შენ ხო ბიბლიაზე ააშენე ისა და ქრისტეს სახელით არა ხარ პაპი? ხო, უცოდველობა რა, პაპი ხარ ქრისტეს სახელით და იძახი ქრისტე არ არისო. მაშინ წინააღმდეგობა ეს. ამიტომ მე არ მესმის ახლა რატო ხმას არ იღებენ? რა არის ეს? მაშინ ეს რა ორგანიზაცია? რატო არის? ისევე როგორც მაგალითად, როდესაც ჩრდილოეთ ატლანტიკური გაერთიანება შეიქმნა, ნატო რო ქვია. აი ეს გაერთიანება შეიქმნა იმიტომ, რომ დაუპირისპირდა ვარშავის ხელშეკრულებას. ვარშავის ხელშეკრულებაში გაერთიანებული იყვნენ ყველა კომუნისტური ძალები, აღმოსავლური ევროპა და რა თქმა უნდა რუსეთი. და აი საშუალებას წარმოადგენდა ეს ძლიერი გაერთიანება კომუნისტური საბჭოთა კავშირის სახით, ლიდერის სახით ქონდა მას უპირისპირდება ჩრდილოატლანტიკური გაერთიანება, სამხედრო გაერთიანება და სადაც შედიან დანარჩენი დასავლური კაპიტალისტური ქვეყნები. გასაგებია ეს დაპირისპირება. აი ხლა, როდესაც ვარშავის ხელშეკრულება დაინგრა და ყველა ნატოში შერბის, ისმის კითხვა, ნატოს ფუნქცია რა არის? თუ ყველა ერთად იქნებიან, ვისღად უეუმება ნატო? აი ვის წინაშე ხარ გაერთიანებული? აი სულ ყველა შეცვივდა იქა რუსების გარდა. საქართველოს გარბის იქ. მაგრამ თუ დაიშალა ვარშავის ხელშეკრულება, რატომ არ დაიშალა ნატოს გაერთიანებული კავშირი, რომელიც სამხედრო კავშირს გულისხმობს? ეს თავში არავის არ მოსის. იგივე ვარიანტი ახლა აქ. თუ ევოლუციის თეორიას აღიარებ, ღმერთი შექმნილი არ ყოფილა სამყარო, შენ რისი პაპი ხარ? აი როგორ შეიცვალა ადამიანის ტვინი. იძახი ასეთ სისულელებს და ისევ ხარ. აი აქედან ავიღოთ ეს შიოლაშვილსაც არ აწამს ღმერთი, მაგრამ უწმინდესი და უნეტარესია. თამაშობს რა. ხომ შეიძლება ითამაშო როგორც აი
შევარდნაძემ ხო ითამაშა ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო საქართველოსი ხო და გვაყარებდა კომუნიზმს და ათეიზმს და რა ვიცი თელი ამბავში იყო ხო ესე გამოდის რომ ის რწმენაში არ ყოფილა იმიტომ რომ თუ რწმენის კაცი არ შეიძლება გადავიდეს სხვა რწმენაში გამორიცხეთ ეგა და ეს კაცი უცებ დისიდენტი გახდა მერე დემოკრატი გახდა მოინათლა კიდევაც ბოლოს ჯოხით გადენეს მრევლიც მათი მრევლი სეკულარებს მრევლი ყავდა კომუნისტებს ეს მრევლი გადააბარეს და აჩუქეს მართლმადიდებლებს და აღორძინდა მართლმადიდებლებს ესე იგი პარტკომები შეიცვალენ და ღიპიანი პარტკომი რაღაც წვერმოშვებული თუ ადრეს გაპარსულები იყვნენ და გასტუკით ეხლა სამღვდელო ფორმით მოგვივლენ თავისი რიტუალებითა და თავისი აქსესუარებით კომუნისტებსაც ჰქონდათ რიტუალები აქსესუარი ნიშნავს რას რომ წარწერები თავზე რაღაცა გახურავს იგი ჯვარი გაქვს ჩამოკიდებული უზომოდ გრძელი და რა ვიცი იქაც იერარქია ვერცხლი ჯვარი ოქროს ჯვარი მოჭული რამდენი რა არის ეს ჯანდება არის ხო აი რა ფაზაში შევდივართ და აი ეს მარგალიტი რომელსაც ბიბლიური სიტყვა ქვია ეს ხალხში მაინც შევიდა ყველა ენაზე და ყველა ადამიანს აქვს საშუალება რომ ამას ეზიაროს და ინდივიდუალურად მოინათლოს აღარ ჭირდება ბოთემღდლის რაღაცა ეს პუტუპუტუნი აი ამ ფაზაში ვართ უნდა ვიცოდეთ რა ეპოქაში შევდივართ და სწავლა ეხლა ხო კიდევ ვიმეორებ ახლა ინგლისში რომ მიდიან სასწავლებლად გონიათ იქ რამე ისწავლიან ხო იქაც იგივე თეორია უბრალოდ უფრო უცხოურ ენაზე არის ეგა და რომ მოდის იქიდან კაცი და თითქმის ახლა დღეს პარლამენტში 50 თუ არა 1-40% ხო უკვე დამატებით განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ რამე საკეთებენ იმანი ჰარვარდში მიიღო განათლება ამან იგიტყვიან იქ ეკონომისტი უცხოეთშია მე ეკონომიკა აღორძინდა აი სწავლა რატო არ გადგება მაგ ტერიტორიაზე ან იურისტები რაში გამოგვადგებიან ახლა ბრიტანეთში მიღებული განათლება იურისტია მან რაში გამოგვადგება გლობალიზაციას უწყობს ხელს ეს განათლება იმიტომ არის საჭირო რომ ყველა ერთ სისტემაში შევიდეს და არა ის რომ დაგვირიგონ ფოჩვიანი კამფეტები ხომ აი მას ემსახურებს დღეს ესეთ ქვეყნებში ლიდერები რომლებიც იმართებიან დასავლეთიდან მათი მოვალეობა ქვეყანა შეათრიონ ინტეგრაციაში ნუ მოსახლეობას არ უნდა მაინც შეათრევენ ხო უბრალოდ დროის ამბავი ახლა თუ ახლა შეფერხებულია საქართველოში შეღწევა ევროპულ ინტეგრაციაში და უნდათ ისევ რუსეთი აი რუსეთთან რო შეხვალ აი რუსეთი ერჩვენა დღეს რუსეთთან მიმული ხალხი ყველა შევა და წაგებით კი საქართველოს წააგებს ამიტომ ახლა აფხაზეთის გულისთვის არ შეხვიდე ოსეთის ეგენიც მათ შემოვლენ ეგენი სულ ყველა იქნება ერთი ბრძანებელი ეყოლება დედამიწას ერთი რელიგიური ლიდერი ეყოლება დედამიწას შიოლაშვილი აღარ იქნება ლიდერი ერთიანი აი ეს ანტიქრისტე ერთი პოლიტიკული აპოკალიფსის ზუსტად ამას აღწერს თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად მე ღვთის სიტყვის ამ ჯერად ამ წამს და რწმენა ჩემი ეყრდნობა ღმერთის სიტყვას და მაგას მივდებ და მაგი მჯერა აბარა ახლა ბიბლია წაკითხული ქონდა მაგალითად რომელიმე ლიტერატურულ გმირს თუ ლიტერატურულ გმირი ამოსატანია დოკუმენტურად აღებული მაგალითად გახსოვთ ალბათ ოთარანთ ქვრივის ვაჟი გიორგი როცა ერთჩვენე დღეს რაღაცა ტყეში გადის თუ რაღაცა ნახა რომ კამეჩები არის ჩავარდნილი სადღაც თელრიგი ალახში და ზმუია ამ სიცხეში და ხართეძოზე წამოწეულია ვიღაცა ესე მოსამსახურე ბატონის მოსამსახურე ჩამოხდა ცხენიდან რომ მოდიოდა ეს გიორგი გაიდო ეს ისა იმდენი ურტყა ამ კაცს გვერდები აუჭრელა გახსოვთ და ის საქონელი გამოიხსნა იქიდან თუ გახსოვთ ეგ საწერია იცით დაინახა ცხოველს ჩაგდებულს ორმოში ან ტალახში ან საშინელ დღეში უნდა დაეხმარო გინდაც ეს მტრის იყოსო და მიუყვანო ეს ხო წერია აი გამოსვლას რო ვსწავლოთ 21, 22, 23 კანონები როარ ეგ მანდ ხო წავიკითხეთ ჩვენ 22 თავი აბა მიექცეთ ყურადღება ამან იცოდა ბიბლია და რამდენი ისეთი რამე დაწერა ღმერთმა რომ ადამიანმა შეიძლება წაკითხული არ ქონდეს და მაინც ეს მუშაობს აი სიმართლის წყურვილი როა ყველას საიდან მოდის სამართლიანობა თუ სამართლის ფუძემდებელი და თვითონ მოსამართლე არ არის ღმერთიდან ხო და ყველა ადამიანს აქვს გრძნობა იმისა რომ აი კარგი რაღაცაა სიმართლე სამართლიანობა ხო ყველას აქვს მოთხოვნილება აი ვიჩაგრები დამჩაგრეს ესე იგი თუ ევოლუციის თეორიას აღიარებ ჩაგვრა გამართლებულია აბა არაფრით არ შეიძლება კრეაციონისტული თეორია დატოვა მასიურად და მოვიდეს ანტიქრისტე აუცილებლად კრეაციონისტული თეორიამ უნდა დაუთმოს ადგილი სხვა თეორიას რომლის საბუძვეში სატანაა და ის უნდა მოვიდეს ხო აი ამიტომ არის ეს თანხმობაში და წინააღმდეგობა არ არის რომ ანტიქრისტეს მოსვლას უნდა უსწრებდეს წინ სახელმწიფო მოწყობა ისეთ დონეზე რომ არანაირი ის არ იყოს მაღალ დონეზე იმის გაგება რომ ღმერთი არის სატანაც ხო მაგას აკეთებს რომ
ავიწყებინებს ადამიანებს, რომ ღმერთი კი არა, შენ ახარ ღმერთი. სატანამ პირველი ეს გააკეთა, რომ ეს კაცო შენ არ გინდა რომ ღმერთი იყო და როცა შენ ღმერთი გახდები, მეორე ღმერთი გინდა? იმას ივიწყებს შენ. ადამიანსა და ევას ეკუთხრა. ასე რომ ევოლუციის თეორია, ფუძემდებელი და მიმწოდებელი ამისი სატანა არის პატარა დოზით, მიკროიმით მიაწოდა ევოლუციის თეორია ადამიანსა და ევას. ეს მერე დარვინს კი არ ეკუთვნის ეს აღმოჩენა. მან მოიყვანა სისტემაში და ამან მიიღო უნივერსალური სახე. და ამას ხელი შეუწყო მეცნიერებმა აფეთქებებმა, აი არქეოლოგიურმა, ისტორიულმა მეცნიერების განვითარებამ უფრო გაამაყდა კაცი და ღმერთს გამოეთხოვენ. მანამდე იყო ღმერთთან, იმიტომ რომ შიშის გამო იყო ადამიანი. და რო ნახა რომ არაფერი საშიში არ ყოფილა თურმე კაცო ეს თურმე ადამიანი აკეთებს ყველაფერს და ღმერთი გახდა ადამიანი. და ევოლუციის თეორია ამართლებს ჩაგორას. ამართლებს მაგალითად ერთი კაცის მიერ მეორე კაცის დაპყრობას და როცა ეს იცვლება, როგორ ირღვევა ეს ყველაფერი და დააკვირდით რამდენი რამე იქ რაც მოცემული არის მოსეს რო გადაცა ღმერთმა ეს კანონები, ადამიანის ადამიანთან ურთიერთობა, ძალიან ძლიერი მტერი ყავს მეზობელი, ხო და მისი საქონელი ნახე ორმოში ჩავარდა. ნუ ამოიყვანო ეს და მიუყვანო იმას. დღეს რო ამას არავინ არ აკეთებს. მტრის საქონელს კი არა, ყველაფერს მოსპობენ. ნახეთ თანდათან ცნობიერება ესე გადავიდა. და არც გაგიკვირდეთ, ახლა არაფერს დანიშნავს, რომ მორწმუნე დაირქვა. ტიტულები კი არ მინდა. ცხოვრებისა და მოქმედების ის გვინდა. ჩვენ როგორ უყურებ ამ საკითხებს? რომ მოიწყე ცხოვრება ახლა ამის იმაზე, ეს არ მაინტერესებს. შენი გული გათბა ამ წმენից მიმართ? ხო და არ გაგვიკვირდეს მეგობრებო, რა ფაზაში შევდივართ, მაგრამ როგორც ვატყობ, მე მაინც ხალხს კიდე როგორ არის, ეს ისე აქვს დატოვებული დუბლ შემადგენლობაში ღმერთი არასოდეს არ უნდა იყოს. დღეს გაწიეს გვერდზე, იცი მით რატო დუბლ შემადგენლობა რა არის? თუ რაიმე მოგივა შენ, მე შეგვცვლი მე. ამიტომ მე ვთამაშობ ჯერ და მე არაფერი არ მომსვლია და შეიძლება უნდა შემოხვიდე. ადამიანს ეფიქრობს. ასე გაწია პაპმაც ღმერთი. თვითონ არის ღმერთი და ახლა მაგას ის უნდა კიდე ღმერთის აღიარება და აი სატანამ რა ათქმევინა, რომ ევოლუციის თეორია სწორია, სამყარო შექმნილი არის არა ღმერთის მიერ, არა რაღაცა აფეთქების შედეგად, ევოლუციის ნაყოფია და მარადიული არის. მორჩა, აი ესეთი სისულელე თქვა კაცმა. და ამას ჩვენ ბიბლიის თანახმად ველოდებოდი და არც გამკვირვები, არც აღშფოთებაც არ არის, ასეჭირო აღშფოთება. თავარია, შენ ხარ ეგეთი? პაპი ჩემთვის არანაირი ავტორიტეტი არ არის. მით უმეტეს ამ საკითხში. არავით არის ოფიციალური პიროვნება ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. როდესაც ეს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა იქ ქრისტიანობა, აი იქ უკვე ამუშავდა სატანა. ამიტომ რომ ქრისტეს ეგ არ უთქვია ოფიციალური სახელმწიფო რელიგიად იყოს რომელიმე ეს იგი თეოკრატიული ის მოიაზრებოდა და ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა მიატოვა ისრაელი ერი სოლომონის დროს და იმის დროსაც ადიდება წავიდა. და ახლა ბიზანტიაში რატომ მივიდოდ ერთი ამიხსენით. ეს აწყობდა მეფეს აიყვანა კონტროლზე, კაიფული მან ყველაფერი ჩაერთო, იქ შეიქმნა ინსტიტუტები, ბერობის, იმის, ამის, რა ვიცი, ყველაფერი მოითმო, ხო? და გამოალენჩეს ხალხი და გამოატაყვანეს და მე გადმოიტანეს ეს სხვადასხვა იმეებში, მე მგონი ეს კაია გასაერთიანებლებს და შემოიტანეს. ყველა ეძებს რაღაც ისეთ თეორიას და იდეას, რომ ხალხი გააერთიანოს და დაიქვემდებაროს. დაკუცმაცებული საქართველო რო ვერაფრით ვერ გააერთიანეს, იმიტომ რომ ყველა კუთხეს თავის წარმართული რელიგია ჰქონდა, ხო და ასე იყო დაკუცმაცებული ტომება და იმება საქართველო. აი ქრისტიანობის შემოსვლამ გაახარა ჟამინდელი მეფე. მართალია თვითონ კი იწამა ეს, მაგრამ იწამი არ ნიშნავს სახელმწიფო რელიგიად აქციო. ამიტომ ქრისტიანობა არასოდეს არ არის სწორი, როცა ცხადდება სახელმწიფო რელიგიად. იგი უნდა იყოს გამოყოფილი. ეს არის ინდივიდუალურად იღებს. შეცდომა ნახეთ სად არის დაშვებული და სუპერ სახელმწიფო დანიშნულებას ატარებს რუსეთში და საქართველოში ეკლესია. ასეთი დანიშნულების არ არის ამერიკაში. გამოყოფილი არის. არ არის სახელმწიფო რელიგიათა ესეთი დიდი ასოებით არ ითვლება. სახელმწიფო რანგში აყვანილი ეს არ არის. არ უძახიან იმ მრჩევლებად და ეს დრო წავიდა უკვე რა. იყო პერიოდი, როდესაც მრჩევლებად ყავდა ისრაელის ეპოქაში მეფეებს ღვთისკაცები. აი დავით ყავდა ნათანი. ეს რო შეენარჩუნებინა ნებისმიერ იცოცხლეთ კაი რამეა. მაგალითად სახელმწიფო რელიგიად კი არ უნდა გამოაცხადო. ღვთისკაცი, რომელიც ინდივიდუალურად არის და მართლაც ღვთისკაცად არის ცნობილი და ღმერთთან აქვს ურთიერთობა, გვერდზე უნდა ყავდეს სეკულარულ მთავრობას. მაგალითად შევარნაძეს გვერდზე უნდა ყოლოდა თქვათ შიოლაშვილი რო, მაგრამ არა როგორც სახელმწიფო რელიგიის უმაღლესი წარმომადგენელი. არამედ ქრისტიანი კაცი მრჩევლად ამ საკითხებში უნდა ეთქვა, რომ ამას ესე არ აკეთებ, ღმერთმა ესე თქვა, უნდა დაისაჯო. აი როგორც დავითს ეუბნებოდა ნათანი. მაგრამ აკეთებდნენ ესე? აქ სხვადასხვა ეს არის პლურალისტური შეხედულებაა და თან ერთი რამე შერწყმული არის კაპიტალისტური და სოციალისტური. აი 100% კაპიტალისტური ქვეყანა ეს არ არის. 100% სოციალისტური არ არის.
ორივე ნაერთია ეგ შეზავებულია და იმიტომ ავთქვი რომ ეს შორიდან და ინგლისურ ფრანგული ის არის აქ. და ეს როგორც ექსპერიმენტი ისეა დატოვებული, ალბათ ღმერთმა დაუშვა ეს ახლა ღმერთის გარეშე თუ იცით არაფერი არ ხდება. ღმერთმა დაუშვა ფაშიზმი, ღმერთმა დაუშვა მარქსიზმი. ღმერთმა დაუშვა ევოლუციის თეორიაც. ღმერთის ნების გარეშე არ ხდება არაფერი. ღმერთმა დაუშვა ის რომ სატანომ იბოგინოს, მაგრამ ვერ გაიმარჯვოს. თუ რატო აკეთებს ამას ღმერთი? ჩვენ დღეს ამას ჩვენ გავიგებთ, თუმცა ბიბლიის კარგი ცოდნის შედეგად ნაწილობრივი პასუხები გვაქვს რატო აკეთებს ამას. სულაც არ უნდა დავიწიწკნოთ თმები და არ იქა. ყველაფერი 7 არის ქრისტიანი კაცი რო ნახავს, რომ სამყაროს პატრონი ყავს და აკონტროლებს. სატანის რაღაცა უნდა გვეშინოდეს. რაღაცა უნდა მეშინოდეს, ახლა ვინ მოვა სათავეში და რას გავიკეთებს და უიმე სიმშილობა დაიწყება და რამე. თუ აი ესეთი რამე მოვა, ესე იგი ჩვენ რწმენა გვღალატობს და სწორედ აი რწმენა ურწმუნოების ეს არის მონაცვლეობა, საჯულთა წიგნი, შემდეგ რუთი ხო ყველაზე კარგი ის არის ამ ხრივ ელიმელეხი, რომელიც თვითონ სახელი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩემი მეფე არის ღმერთი, უცებ თავისი ოჯახით იმის გამო რომ სიმშილობა ჩამოვარდა ნოემინთან ერთად მეუღლეს ნოემინი ერქვა, რომელიც არის ეს სასიამოვნო სიტყვით შეიძლება ასე ითარგმნოს ეს ებრაული სახელი, სასიამოვნო ქალს ნოემინი ეს ამას ნიშნავს და ორი შვილი ყავდათ, მახლონი და ქილეონი, რომლებიც ერთი მიანიშნებს სისუსტეზე, მეორე ავადმყოფობაზე, ეთყობა რაღაცა პრობლემა ქონდა შვილებს. ესენი მიდიან ბეთლემიდან. ბეთლემი არის პურის სახლი და მიდიან მოაბში. მოაბი კიდე მოგეხსენება წარმართეს მოაბიტელები, ხო იცით, ვის წინაპრები არიან ეს ლოტისა და ემისისა, მუდმივ ის არის, მერე შეგვხვდება მტრები და გადაბარგდებიან აი წარმართულ ქვეყანაში შიმშილისა გამო. და გარდაიცვალა იქ ელიმელეხიც, გარდაიცვალა მისივე ორი ვაჟი, დარჩა ნოემინი და დარჩა მისი შეძენილი ორი რძალი, თუმცა ერთი რძალი და ისევ დარჩა თავის სამშობლოში და მეორე რუთი, რომლის სახელსაც ატარებს ეს წიგნი, ნოემინს ეუბნება, სადაც შენ წახვალ, იქ წამოვალ. ხო, ვინ შენ გიყვარს? მე შევიყვარები. შენი ხალხი გიყვარს? მეც ის მიყვარს. ღმერთი გიყვარს? მეც ის მიყვარს. რუთი წიგნი არის ყველაზე ლამაზი წიგნი სიყვარულის შესახებ და გამოსყიდვაზე და იმის გამო რომ ჩამოვიდა მე თავის სამშობლოში ეს კუდამოძუებული მოდის ეს ჩვენი ნოემინი თავის ძალთან ერთად, სახელი შეიცვალა, მარა დაირქვა მან ეს სახელი, გვხდება ჩვენ გამოსვლაში, ხო, მაგრამ მწარეს ნიშნავს ისეთი მწარე ცხოვრება. არ მქვია მე ნოემინი, მე მარა დამიძახე, თუ ამასე იძახის ეს ჩვენი ნოემინი. ეს რატო გამახსენდა, იცით, ეს წიგნი? აი, როდესაც ჩვენ უყურებთ საკითხს ეკონომიკის სიბრტყეზე, გნებავთ სახელმწიფო სიბრტყეზე, ჩვენ უნდა დავსვათ ერთი მარტივი კითხვა. რას ეფუძნება ვთქვათ სახელმწიფო? აი, რაზეა აშენებული და ღმერთის ნებით ვიძახთ იმას, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება. აი, ღმერთმა რატო დაუშვა შიმშილობა იქ საიდანაც ეს ოჯახი ამოიყარა და ჩვენთვის ძალიან სულიერი გაკვეთილი დაგვიტოვა. ხო, ერთი უძვირფასესი წიგნი ეს რუთი მერე შესული არის გენეალოგიაში ქრისტეს. აი, 4 წარმართ ქალთან ერთ-ერთი ესეც წარმართია მოაბიტელი, ხო და ეს დიდი რწმენის მომცემი არის. რახაბ მეძავი იცით თქვენ, რუთი, თამარი იცით ესა და ვერსავია, ბერშება, აი ეს 4 ქალი, რომელიც მოხსენებულია მათეს გენეალოგია როცა იწყება. და ლამაზი საკითხავი ამათ ისტორიებსაც რო ამოვიღებთ, ვინ იყო რახაბ მეძავი, ვინ იყო თამარი, ვინ იყო რუთი. რა გაკვეთილია ეს? ესე იგი ღმერთმა ნება რატო დაუშვა? განა ღმერთი ყოვლისშემძლე ღმერთს არ შეეძლო? თქვათ შიმშილობა რა სიმბოლოა, რა ალეგორია ეს? ზუსტად ამას გაურბის აბრაამი ჯერ კიდე 2000 წელს ძველი წელთაღრიცხვით, ხო, 2166 არის ეს დაბადებული პირობითად ეს აბრაამი და შეშინებული გარბის სამხრეთით, ესე იგი ეგვიპტეში. ისეთ შიმშილობას გაურბის. ღმერთის ყოვლისშემძლეობა იმის შემძლეობაა და რწმენა იმის არის, რომ მოგივლენს რაღაცას ადგილზე, ეს არის ნიშანი. როგორ დახვდები ამას? თუ გეტყვის წადიო, უნდა წახვიდე. მხოლოდ ნიშანი უნდა იყოს ამისი. ისე ხლა შიშისაგან წახვიდე შენ და მოაბში წახვიდე პურის საჭმელად და სირცხვილი როცა პურის სახლიდან გარბი ხარ, ხომ? პურისა და შექების სახლიდან, ქებადიდების სახლიდან, ესე ითარგმნება ბეთელი. და ახლა წარმოიდგინე და გარბი ხარ მოაბში. სადაც არის ფეხის ნაბანი წყლის რაღაცა ესეთი ისეც აქ ამას დატვირთვა მოაბის იმა ერთ-ერთ ფსალმოშიდაც წერია ეს პირსაბანის იმა ფეხებს რო იბანენ და რაღაცა მოაბი რა არის ეს მოაბის ის რას არის შედარებული. მოკლედ ნაგავში მიდიხარ პურის სახლიდან. ამაზე აღარ დაფიქრებულან ეს ოჯახი. და ამ დროს იძახი რომ ქვია სახელი დაირქვი, ღმერთი ჩემი მეფეა. და რომელი ღმერთი? ხო და როგორი სახელი აქვს ეს სასიამოვნო მიმზიდველი მეუღლე
შვილები რა თქმა უნდა სუსტი სახელებიც ამჟღავნებს და გარბი ხართ პურის სახელიდან და მოგეხსენებათ ბეთელი ფიგურირებს ბიბლიაში ძველი აღთქმის წიგნებში გვხვდება და ეს პერიოდი არის უკვე როცა ისრაელი ერი განთავსდა ქანაანის ტერიტორიაზე და დაარღვია ის პირობა და ის მუხლი რომელიც მოცემული იყო ღმერთის მიერ მოსეს ხელით ჩვენ რო ვსწავლობთ 21-22 თავებს აიქ წერია რო შეხვალთ ტერიტორიაზე არავინ არ დატოვოთ ყველა ალაგმეთ მათ ეს არ დაიჯერეს დატოვეს ყველა ჩაიყენეს სამსახურში და უბედურებაც მაგიტომ დაატყდათ კანონები იქ არის სპეციალური კანონი რომელიც დაპყრობას ტერიტორიის დაპყრობას განთავსებას ეძღვნება შემდგომი 23-24 თავები. აი ვინც ამ მოწყენის გარეშე წაიკითხავს და თითოეულ იმაზე დააკვირდება და გაიაზრებს, მიხვდება როგორი რა საყვარელი კანონები მოუცია ღმერთს და როდესაც იესო იძახის მე მოვედი, არა ის რომ ის ჯული გავაუქმო, არამედ აღვასრულო და ის ჯული ახლა ქართულში არაფერს არ გვეუბნება ეს ებრაულ იმაში მაგას ეს როგორი ის აქვს დატვირთვა რამოდენმე აი კანონი რომელიც არის სრულყოფილი და ქრისტეს აყავს ეს უმაღლეს დონეზე. მე უფრო სრულყოფილს ვაქცევ ამასო. და არ ვაუქმებ ამასო. და როდესაც პრიმიტიულად ესმით მართლმადიდე იმას რომ იცი ეს გააუქმა ან იცი ეს ახალი მოვიდა სრულად და ეგ არის ტყუილი. არა ამან აიყვანა უფრო სრულყოფილ ფორმაში, განაცხადა ის სრულყოფილება რაც ვერ წაიკითხა ხალხმა იქ რა არის. აი მის ჯულში, იმიტომ რომ ღმერთის მოცემული შეიძლება იყოს ცუდი რაიმე. ეს ხო მოსემ კი არ დაჩხაპნა. და რომელიმე საბჭომ კი არ შექმნა კანონები, კონსტიტუციები. ეს იყო პირწმინდად ღმერთის ბოძებული ძირითადი კანონი, კონსტიტუცია, თუ გენებავთ ესე დავარქვათ, 10 მცნებაზე დაყრდნობილი გაშლილი პარაგრაფები ყველა სფეროში. ადამიანის ურთიერთობის მარეგულირებელი, შემდეგ ცხოველები, იურიდიული, სოციოლოგიური, ყველაფერი, სამედიცინო, სექსოლოგიური. ეს ღმერთის მიერ არის და ვერ იპოვით რომელიმე შეცდომას. და ვერ იპოვით, თუ ღმერთს წაიკითხავთ, როგორ მუშაობს დღეს ყველგან ისე რომ კაცმა ბიბლია არ იცის, გაუცდებით. ასე რომ პროვიდენციაც აუცილებლად შესასწავლია, რომ ღმერთი ხანდახან პირდაპირ გეცხადება და გეუნება და საერთოდ მიგატოვებს, მაგრამ მუშაობს პროვიდენციულად. აი პროვიდენციის ნიმუში არის წიგნი ესთერი. ან ღმერთი აღარ ფიგურირებს არც ერთი სიტყვით. და აქ ჩვენ ძველ აღთქმაში 5 წიგნში ელაპარაკა უფალი მოსეს, ელაპარაკა რამდენჯერ არის ნათქვამი, ხო, რომ ამოწეროთ და აბა დათვალეთ 350 400-მდე არის სიტყვა რომ ამოკრიფოთ სულ. მაგრამ იქ ჩვენ აღარ გვხდება ეგა. ასევე მსაჯულების პერიოდში. ეს არის პერიოდი, როდესაც თან 400 წლიანი პერიოდი ეს, რომ ძაღლი პატრონს ვერ აცნობს. აღარც თეოლოგიო ის არის, მეფეები არავის არ აყავს, ხო და თითოეული ადამიანს რაც მოეპრიანება, იმას აკეთებს, რაც მას მიაჩნია სამართლიანობად, იმას თulis სამართლიანად და 7ჯერ არის აღწერილი ის როგორ ეცემა ადამიანის წმენაში. წამოდგემა დაეცემა. 7 ციკლი არის გადმოცემული მსაჯულებში. მანამდე კი არის დაპყრობა და ქანაანისა. ისუნამინიც ერთ-ერთი საინტერესო წიგნი არის. მერე აი შვალედი არის მეფეებზე რო გადავალთ რუთი, 4 მეფეთა 2 პარალიპომენი 6 არის მოიცავს და ამათ ამას ისუნამინი მსაჯულები რუთი, ეს ისტორიულია და კიდე მიუმატეთ ამას ნეემია, ეზრა და ესთერი. აი ეს არის ისტორიული წიგნები ბიბლიის ნაწილებად რო შეიძლება 3 ნაწილად რო გავყოთ არის იქ. ხო კანონებიც არის წინასწარმეტყველი და ისტორიულია. არის ასევე სატრფიალო ყოდი აი ესეთი პოეტური ნაწარმოები რომელშიც შედის ფსალმუნები, ეს ქებათა ქება. კარგად, სწავლა ამისი გარანტია არის დღეს ამ პერიოდში სწორედ ინდივიდუალური წმენის გაცოცხლებისა, თორე თქვენ რწმენას ვერც მღვდელი მოგცემთ, ვერც პასტორი, ვერანაირი ჭკვიანი კაცი. და ჭკვიანი კაცი რა დალევს პლანეტაზე? მთელი ისტორიის მანძილზე ჭკვიანები ღმერთიდან მოდიან, ხო? თქვენში უნდა მოხდეს ეს აღორძინება, განახლება, განცხადება და როცა ეს განცხადებულია, უკვე მშვიდად ახარ და ამოცანა სწორედ ღმერთთან შეხვედრით ის არის რომ უნდა დავწყნარდეთ. თუ შფოჩა და იმაში ხარ, ტანჯვაში აღარ აგ ღმერთთან სიმშვიდე, ისევ ცოდვილ ადამიანად თვლით თავს. რომელთა წერში პირდაპირ წერია, როდესაც უკვე ახალი ადამიანი ხარ, ევანგელია სწორედ ეს არის ახალი ადამიანის წარმოშობა არის ჩვენ თავში და ახალი აღთქმა სწორედ ამას გულისხმობს ჯერ კიდევ ირემიასთან 31 თავში როა განცხადებული დადება ახალი აღთქმისა. იმას კი ანიშნავს რომ იცი რა არის ძველი იყო ღმერთი და ახლა განაახლა. უბრალოდ გარეთ რაც იყო შიგნი შემოიტანა. და ეს უფრო კარგი არ არის, რაც გარეთ არის ის ძნელია. შიგნში ჩვენ გულებში და ჩვენ ტვინებში ჩაწერაო და თუ რწმენით ამას მიიღებ, ახალი ადამიანი ხარ. და ეს მოწდება მე მუდმივად სულიწმინდა უკვე მესამე ჰიპოსტაზი ვიკადრა და ჩვენ ტაძარში, სხეულში შემოვიდა. ეს არის ბირთვი ახალი აღთქმისა და ამას არც კათოლიკეები ასწავლიან,
არც მართლმადიდებლები და ძალიან ბევრი პროტესტანტული დენომინაციები ამაზე დუმან. იმიტომ არის შავად მთელ პლანეტაზე საქმე და სიშავეც არის ნაწინასწარმეტყველები და ვინც ეზიარება ამას და ღვთისწყალობით ეზიარება, იმიტომ რომ წმინდა წერილი უკვე ყველას აქვს ყველა ენაზე, აღარ არის საჭირო ხა ჩამოეკიდო მოღდელს და იღაცა თუ რაჯობია კაი მასწავლებელს და კაი ვენაცვალე კარგი იმას მინდა. მღვდლის იმედი უნდა ქონდეთ, ის პასტორი, ეგ არის სისულელე. არა, ჩემი იმედი უნდა ქონდეთ ამ შემთხვევაში ჩემზე, არა. ხო, მე ხოლმე შემოვალ თქვენ ტვინში, მე კი არა ვარ სულიწმინდა. მე შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, ვინ არის ჩემში, ვინ შემოვიდა, რა საშუალებები და მე მივეცი ნება, რწმენით და სიყვარულით. ემაზე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ მე არ შემიძლია შევცვალო თქვენი გული და ტვინი. მე არაფერი ძალა არ მაქვს ამისი. მე მაქვს გადმოვციის სულიწმინდის მეშვეობით, როგორ უყურებ ამ საკითხს მე და რამდენად სწორი ვარ ამ საკითხთან მიმართებაში, ამას თუ შემამოწმებ, თორე ისე როგორ შემიძლია მე ან ტვინი მოგიბრუნო და ან გული, ეგ არის ტყუილი. ტვინის მოbrunებას აკეთებს სულიწმინდა ან სატანა. ხო, თუ სატანით მეტყველებ მე, ესე იგი თქვენი მოbrunება მოხდება სატანით და არა ჩემით. თუ მე მეტყველებ სულიწმინდით, თქვენი მოbrunება ხდება სულიწმინდით და არა ჩემით. და ნაყოფებით უნდა მიგრძნოთ სულიწმინდით ვინ ლაპარაკობს და ვინ სატანით. სხვა კრიტერიუმები არ არის მეგობრებო. ასე რომ სკეპტიკოსების გასაგონად, ათეისტების გასაგონად ბევრი რამე არგუმენტირებულია ქრისტიანობაში. არ არის ეს ფანტაზიაზე დაყრდნობილი რელიგია. ეს არის მკაცრად რაციონალური, მკაცრად დასაბუთებული მსოფლმხედველობა და არა რელიგია. მე გითხარით განსხვავება ჩემს ლექსიკონში ვანსხვავებ მსოფლმხედველობას რელიგიისაგან. მსოფლმხედველობა ჩემთვის არის ურთიერთობა პიროვნულ აღმატებულ არსებასთან, რომელსაც ქართულ ენაზე ღმერთი ქვია. ის არის პიროვნი და პიროვნება რა არის ჩვენ ვიცით ჩვენ იმიდან რა თვისებსაც ვატარებ მე უფრო მაღალ რანგში აქვს იმას და უფრო მეტი კიდე. ასე რომ პიროვნება კარგი რამე ახლა სად ქანდაკებას რო ვილაპარაკებით პიროვნ და სად პიროვნებას. ქანდაკება თქვენ საფლავზე შეგხვდებათ ყველა ადამიანისა. ან ქუჩაში რო გახვალთ. ის ქანდაკებაა. ის პიროვნება არ არის. და რელიგია სწორედ გავს აი ამ ქანდაკებას. ის ქანდაკება არ დაგილაპარაკებათ. და არის რელიგია, ეს არის უპიროვნო ღმერთთან ურთიერთობა, შენი ძალებით. და მსოფლმხედველობა არის ქრისტიანული ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, სულიწმინდის მეშვეობით, ჩემი ნებითა და ჩემი სიყვარულით. ამიტომ პიროვნებასთან როცა ურთიერთობ, მე მეტყობა ყველაფერში, მაგრამ როცა უპიროვნოსთან ურთიერთობ, არაფერი არ გეტყობა, შენი ძალებით აკეთებ და მიაწერ იმას. ხო, ვითომ იმან გაგიკეთა. რასაც აკეთებს მართლმადიდებლები. წავლენ რაღაცაზე მოიბჯუტურებენ, იცი რა ღმერთმა ესე მითხრა. ამ დროს თუ შენ აკეთებ ყველაფერს. რაც გვემაიმუნები აქა. რა ის ღმერთი გამოეცხადა ვინმეს და უდლები რომ მომრავდნენ ეს რა, ყველას ღმერთი გამოეცხადა? დაამთავრა რაღაცა კოლეჯის სისულელე და მისცეს დიპლომი და განაწესეს მღვდლად. და ხელდასხმული არის, ხელი დაადო რაღაც რიტუალი, გაუნათთა თავი? ხო, აი ეს ყველაფერი რაც დავხატე ეს არის სწორედ აი განსხვავება ცოცხალ ღმერთსა და მკვდარ ღმერთს შორის. ვინაიდან მკვდარი ხარ, აუცილებლად უნდა გქონდეს ურთიერთობა მკვდარ ღმერთთან. ამას ქვია წარმართობა. წარიმართები შენი მკვდარი ღმერთის მიერ. ქრისტიანობა წარმართობა არ არის, ქრისტიანობა არის სიცოცხლე, ურთიერთობა მამასთან. გეტყობა კიდევაც ნაყოფებში ხარ მშვიდი. წყნარი, დაწყნარდა, იმიტომ რომ ცოდვილი ადამიანი აღშფოთებს ის, რომ ჯერ არ შემოსულა სინათლე და ცოდვის გამო ღმერთი ჩვენ გვირისხდება. აქედან შფოთში, შიში და კანკალში ვართ. როცა ღმერთი შემოდის, დაამყარდა მშვიდობა და კარგი სიტყვა ხომ ქართველებმაც შემოიტანეს ბრაულიდან შალომ, სალამი, სელამ ალეიქუმ, იმათაც აქვთ მუსულმანურ სამყაროშიც არის ეს, მაგრამ ეს ერთი ტერმინია, ებრაული ეს. სალამი, ხო? გამარჯვებითაც იცვლება, მაგრამ ეს ძალიან ტევადი სიტყვაა. სალამი ებრაულში შალომი მოიცავს შინაგან სიმშვიდეს, ჯანმრთელობასაც და ღმერთთან ურთიერთობასაც. ამ სიტყვას ეს დატვირთვა აქვს სამი შემადგენელი კომპონენტია. ებრაული ლექსიკონით გითხარით, ხო, ახლა დაწვრილებით როცა აღარ აქვს, ხო, და რაღაცა ახლა მე რო ვიყო 20 წლის ბიჭი, უფრო ხელახლა სუტყვილად ვიცხოვრე მე 53 წელი. ეს არ იყო ცხოვრება, ეს იყო საზოგადოებით ცხოვრება, ეს იყო კრეტინიზმი ჩემი 53 წელი ცხოვრება დედამიწაზე. ნამდვილი ცხოვრება მაშინ დავიწყე, როცა უკვე ქრისტიანობის დაკვანი დაირწა ჩემ ცნობიერებაში და ამასობაში ასაკიც მოდის, უკვე საღათქცალია სწავლა განათლებისთვის, ხო, დაწვრილებით დაუწყო. ეს გადაყრილი წლები. მე მენანება, რომ ის 53 წელი რა სისულელეში დავყარე, რამდენი სისულელე ვიკითხე, რა ენერგიები დაიხარჯა, რა თმინოდა ეს ხლამი ლიტერატურა, რა თმინოდა ეს კრეტინული რაღაცეები. ამით მივხვდი რა საზღარი არის ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ყველა დუმს რა არის ჭეშმარიტება. და ამღზარდეს პატრიოტად, სამშობლოს მოყვარულად, მაგრამ მადლობა ღმერთს დამეწია გვიან. და არაფერი პრობლემა არ არის, ესეც ღმერთმა დაუშვა ალბათ და
სასაყედრო არ მეთქმის მე ღმერთმა ხო იცოდა სად და როგორ ახლა ჩემ ასაკში რო ეს ყოფილიყო რა 20 წლის ასაკში კომპიუტერიც თელერი რაღაცეები გაიხსნებოდა წვალობდი ტანჯულობდი წიგნები იკრძალებოდა სულ დასავლურ ლიტერატურას ვეწაფებოდი დასავლურ ხელოვნებას სულ ამას სწავლობდი მე და სულ დამალული და მიჩქმარული და თან უცხო ენაზე ახლა არაფერი ქართულ ენაზე არისო ორმაგი ტანჯვაა ხო შენ ენაზე ვერ ეუფლები განათლებას და ამ დროს გაქვს ენა რაჯანდებათ მინდა მაშინ ეს ენა მე ვერ გავიგე არაფერი ლიტერატურა არ მქონდა ქართულ ენაზე ძირითადი ლიტერატურები ჩვენ არ მქონდა ქართულ ენაზე უცხო ენაზე უნდა გესწავლა ეს და ესეც ორმაგ ენერგიას ითხოვს იცით თუ არა მეგობრებო ხო ბედნიერი ერი რომელსაც არ უხდება განათლების შესაძენად მეორე ენის შესწავლა ასეთი ენები არსებობს გერმანული ესპანური ფრანგული ინგლისური ფრანგს არ ჭირდება განათლებისთვის მეორე ენა თუ ხობი აქვს ისწავლოს მაგრამ განათლებას თავისუფლად მიიღებს ფრანგულ ენაზეც ყველაფერი არის ამ ენაზე ინგლისელს არ ჭირდება დამატებით სხვა ენა ჭირდება იმიტომ რომ ცოტა რაღაცა კულტურას ეზიაროს პოეტური გემო გაიგოს თუ უნდა ესეც თუ ლინგვისტია მაგრამ განათლებისთვის არ ჭირდება არც ერთ რიგით პიროვნება სხვა ენა ისწავლოს მაგრამ რუს, ქართველს, ოს, აფხაზს და ასე შემდეგ თავიანთ ენაზე ვერასოდეს ვერ მიიღებენ რუსი თავის ენაზე განათლებას ვერ მიიღებს ამიტომ ყველაფერს ისინი თარგმნიან თავიანთ ენაზე დასავლურ იმას და თუ ვინმე რამე რას ლაპარაკობს ყველაფერი დასავლეთიდან არის და ეთყობათ კიდევ ჩაცმა დახურვას და ასე აგინებენ დასავლეთს მე ვერ გავიგე ეროვნულ იმაზე ნიადაგზე დაფუძნებული ჩვენი განათლება საქართველოში ვინც ტრაბახობს დღეს მოქმედი მთავრობის წარმომადგენლები რითი ტრაბახობენ საქართველოში მიღებული განათლებით გადახედეთ რით ტრაბახობენ იმან ის დაამთავრა სორბონში იყო ის გაიარა ეს საქართველოში განათლებით ტრაბახობს ახლა კანადის პრემიერ-მინისტრი თუ ობამა ტრაბახობს ახლა უნივერსიტეტში მიიღო თსუ-ში და ან კიდე იმაში კიდე აი კავკასიის უნივერსიტეტში ტრაბახობს ვინმე ამით ეს თუ შეიძლება ამ საკითხთან ჩემო კარგებო